გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ მეგობრებო, რა შევით მეგობრებო, არხი გამოიწერეთ მეგობრებო, დავიწყოთ. იდეების გენერაციის მომენტში მივხვდით, რომ შივრები ვიყავით. რა სასმელი არ გვაქვს და რაც გვაქვს და ერთადერთი იყო ჭამა. ამიტომაც მოვიფიქრეთ ეგეთ რაღაც, რომ გადაცემაში გქონდეს საჭმლის ყუთი, გქონდეს სასმლის ყუთი, სასმელი. ამ ყუთებიდან ამოვიღებთ ორ ingredients, ორ საჭმელს ამოვიღებთ, ორ სასმელს ამოვიღებთ. და მაგას შევჭავთ და მაგას დავაგემოვებთ მოკლედ. თუ გინდათ რომ თქვენი საჭმელი ან თქვენი სასმელი მოხდეს აი ამ ყუთებში, მაგისათვის კომენტარი უნდა დაგვიწეროთ და მე კომენტარებს ავარჩევთ და მოვათავსებთ სასმელს სასმლის ყუთში, საჭმელს საჭმლის ყუთში. სანამ უშუალოდ ვიდეოზე გადავალ, ერთი თხოვნა მექნება, რომ არხი გამოიწეროთ, ვიდეო დაალაიქოთ და კომენტარი დაგვიწეროთ რა. ჯერჯერობით ვერ გავიგეთ YouTube-ის ალგორითმი როგორ მუშაობს და რაღაცა ცდომილებები გვაქვს ნახვებში. თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი რაღაც დასტაბილურდება და რაღაც კარგ შედეგამდე მივიდა. ამოვიღოთ თითო საჭმელი და თითო სასმელი. ეს იყოს პირველი საჭმელი და ესეც პირველი სასმელი. იმედი მაქვს, რომ რამე ძალიან იდიოტობა არ იქნება. ლუდი mix box-ი. ეს mix box-ი იქნება. ერთი საჭმელი, ერთი სასმელი გვაქვს. ახლა ავირჩევთ მეორე საჭმელი და მეორე სასმელი. მეორე სასმელი არის არაყი და მეორე საჭმელი არის hot-dog-ი. მე პირადად ძალიან მომწონს ეს ტანდემი. ახლა ეს ძალიან მარტივ მაგიას შევატავებ, შეგიძლიათ თქვენც ეს სახში გაიმეოროთ. მთავარი არის, რომ ხელები კარგად დაარტყათ ერთმანეთს. არ უნდა აგერიოთ, თორე შეიძლება თქვენ გაქრეთ, ამიტომ გაითვალისწინეთ, ბევრი ვარჯიშია საჭირო მოკლედ რა. როგორც ხედავთ, ყველაფერი ჩვენს წინ არის, როგორც გითხარით, ხელების სწორი დაპაკუნება. გამოვიძახეთ box mix-ი, ქათმით და რაღაც ხორცით, მაგას გავიგებ ზუსტად და გამოვიძახეთ hot-dog-ი. როგორც ამოგვივიდა საჭმლის და სასმლის ყუთში. გამოვიძახეთ ვოლტით ეს ყველაფერი. გაგიმარჯვეთ მოკლედ მეგობრებო, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, ვინც ამ ვიდეოს დაალაიქეთ, ვინც არხს გამოიწერთ და ვინც ამ ვიდეოს ქვეშ მოთ კომენტარს დატოვეთ, ყველას გაგიმარჯვეთ რა. არაყი და ლუდი ერთად სახის გამაწვევს. ლუდზე გემრიელი ალბათ არაფერი არ არსებობს. დავიწყოთ. mix box გამოვიძახეთ green buffet-ი ნომერი 1-დან. ჩანგლები და სალფეტკები გვაქვს, ბევრი გვაქვს. და თვითონ box-ი. გამართი. სალფეტკები გვაქვს, ბევრი სალფეტკი გვაქვს, ოჯახი რამეა, ზო, სახში დარჩება ეს სალფეტკები. და ესეც ბურგერი. გამართი. როგორც გითხარით, mix box გამოვიძახეთ green buffet-ი ნომერი 1-დან, თბილია, რაც ძალიან კარგია. hot-dog-ი გამოვიძახეთ ჰელმეტარიუმიდან და რა კაია და რა მხელა. ამხელას არ ველოდავთ. ნახეთ, შეხედე რა. არ ვიცი ახლა მან ჩას თუ არა, მაგრამ წესი უნდა ჩანდეს. ძალიან კაია. ამასაც შეგახედეთ. ჯანდაბას მოგანდოვეთ. აი ეს გამოიყურება ეს. აი ბოქსით დავიწყებ ჯერ. ამას ცოტა დავასვენებ. აქეთ იყოს. ჩანგლები გვაქვს. ჩვენ ასევე გვაქვს თემები. შეგახსენებთ, ვისაც გინდათ რომ ამ ყუთშიც მოხდეს თქვენი თემები, შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ. წინა ვიდეოს რამდენიმე კომენტარი იყო უკვე, გაგიკვირდება და რამდენიმე კომენტარი დაწერეს. შესაბამისად ის კომენტარები, რომლებიც ავარჩიეთ, უკვე აქ არის მოხვედრილი. როგორ მუშაობს ეს ყველაფერი რო აგიხსნათ, სანამ უშუალოდ დაგემოვნებაზე გადავალთ, აი ერთ რანდომ თემას ამოვიღებ. hot-dog-ი ან თავმოყარეობა, მხოლოდ ერთის არჩევა შეგიძლია. მე თავმოყარეობა მაქვს, hot-dog-ი არ მქონდა, შესაბამისად დავირჩე hot-dog-ი და ახლა უკვე თავმოყარეობას და hot-dog-იც მაქვს.
აშკარაა რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღებ ჯერ Xbox-ი მეჭამა, რადგან ტომი მათ დააგემოვნა, ხოლო თავსახური. ეხლა ადევშიგით რა. ყველი, რა თქმა უნდა. ღორის ხორცი თუ ძროხა, არ ვიცი, გავსინჯავ. Free, jalapeno, соусები და ქათმის ხორცი. ვაა, ძალიან კაია. ნახოთ, როგორ იქნება, ნახოთ. ცუდია რა. კარგია. აუ, აია. პროსა რა არის იცი? მაიცა? ძალიან კაია. ანუ თვითონ ბოქსი კარგად არის აწყობილი. მაგრამ პრობლემა რა არის, იცი, ბევრი соуსი აქვს რა. ამ соуსის გამო პირადად ჩემთვის აი რაღაც გემოები იკარგება რა. აი ხორცს რო ვჭამ. ხორცთან ერთად, ანუ ამ საწებელთან ერთად, соуსთან ერთად ხორცის გემოს ისე ვეღარ ვგრძნობ რა. იმიტომ მიაქვს соуსზე რა. მაგრამ არა უშავს, მაინც გემრიელია. 10-დან დავუწერდი ალბათ 7-8 კულას, ნორმალურია. სულ ნამდვილად არა. არა, კაია. 8 კულა. 8 კულას დავუწერ. 8 კულა დავუწეროთ. გადავიდეთ შემდგომ თემაზე. რატომ უნდა აიგზავნოს ლუდი პირველ პაიმანზე? ლუდი პირველ პაიმანზე არ ვიცი ვინ თქვა რომ უნდა აიგზავნოს. ჩემი აზრით ლუდი საერთოდ არ უნდა აიგზავნოს, ლუდი ყველგან დაშვებული უნდა იყოს, მაგრამ თუ მიდგა საქმე და პირველ პაიმანზე მივდივართ და გოგოს ვეუბნებით რომ წამოსან გავიდეთ რამე შევჭამოთ და თუ სასმელს უკვეთავ ლუდს, ეს ცუდია. ცუდია იმ მხრივ რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს შენ შებერვას, შემდეგ ტუალეტში მაგინდება და ნუ მოკლედ შეიძლება დიდი ალბათობით გოგოს კარგად ვეღარ მიაქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ აქეთ-იქით მოგიწევს სირბილი, ნუ ტუალეტში იყო თუ გოგოსთან იყო, ვეღარ გაიგე. ამიტომაც ჯობია რომ რამე უფრო ლაითად მიირთვათ, ისეთი რამე რაც არ გაგბერავთ რა. არაკის რამდენი ჭიქაა საჭირო თავი რომ დაკარგოს ადამიანი. ამისთვის საერთოდ არა არაკის დალევა საჭირო, ზოგადად თავის დასაკარგად არანაირი სასმლის დალევა არაა საჭირო. თავი რომ დავკარგოთ. მაგისთვის უბრალოდ ქუჩაში გავალთ, ვინმეს გავაჩერებ და პირდაპირ თუ შენ დედა შევედი. შემდეგ ეს ადამიანი გაბრაზებული რა თქმა უნდა დაგვიწყებს შხულს. რას ვიყავ ჩემ დედასო ისავა ესა და დიდი ალბათობით თავს მოგვაჭრეს. ეს ან ძალიან მარტივი, ანუ დალევის გარეშე შეიძლება ადამიანმა თავი დაკარგო. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შენ გინდა გაერთო, ისიამოვნო და ცხოვრებისგან ბედნიერი წუთები მიიღო, მაშინ უნდა დალეო არაკი და ლუდი ერთად. გაგიმარჯვეთ. აია, მომეწონა რა. ეს გემრიელია. კიდე ის იყო რომ ყველი იყო ძალიან ცოტა. ვითომ ბევრი ჩანდა, ის დამდნარი რო იყო, მაგრამ ეხ ქვევით რო ჩავიდი ძალიან ცოტაა. გემრიელი არის რა. მაგას ვერ დავუკარგავ. ძალიან კაია. მაღლა მომეწონა. ვიდეოს კომენტარი. როგორც გითხარით, თუ დაგვიწერთ კომენტარს რაიმე სასაცილო თემას ან სიტუაციას, ნებისმიერ რაღაცას მოვაყენებთ ამ ყუთში. ამიტომაც კომენტარი დაწერთ. ეს ერთ-ერთი კომენტარი არის ჩვენი მაყურებელი, ჩვენი ერთგული მაყურებლის დაწერილი კომენტარი, რომელიც უკვე მოხვდა ამ ყუთში. თუ გინდა იყოს შემდეგი შენ, მაშინ დავაპაუზე ვიდეო. დაფიქრდი რამდენიმე წამი, ჩადი ქვევით, კომენტარი დაწერე, შემდეგ ის კომენტარი, იმ კომენტარს ჩვენ დავარჩევთ და მოხდება აი აქ.
ვიდეოს კომენტარი. ძაღლების თუ გიყვარს და რომელს გამოარჩევდი? ძაღლები ძალიან მიყვარს. გიждები ძაღლებზე. ნუ როგორც უკვე იცით, ორი კატა მყავს მე. მაგრამ მანამდე მე მყავდა ძაღლი. და ეს არის ჩემი ძაღლი, რომელიც მოკვდა, აღარ არის ამ ქვეყანაზე, წავიდა სათასაცუპრეული დაიკავა, იქ არის, სადღაც არის, როცა მივა. ნახავ აუცილებლად, თუ კატებიც მომიკვდებიან, მე უკვე ალბათ სხვა ცხოველს ავარჩევ. არ ვიცი რომელს ავარჩევ. მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, რომ მანამ მაგარი ბავშვობაში, ნახე, ეხა ძალიან მაგარი განზომილების გარღვევა სად არის და რა არის რა. ბავშვობაში ნუ ძალიან პატარა ასაკში ძაღლები მყავდა, რა თქმა უნდა, სოფელში რო ჩავდები ბებიაჩემ ბავშვი, ძაღლები მყავდა. მაგრამ ცოტა რო წამოვიზარდე, მყავდა თუთიყუში. რამდენიმე თუთიყუში მყავდა. ერთი გამიფრინდა, დედაჩემმა გააფრინა, რა მნიშვნელობა აქვს, დედაჩემი ამბობს, რომ თავისით გაფრინდა, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი. დედაჩემმა გააფრინა, მაგის მე თუთიყუში მყავდა კიდევ ორი თუ ზუსტად მახსოვს რა და ეს ორი თუთიყუში ძალიან უცნაურ სიტუაციაში დაიღუპა რა. ერთზე ეჭვი მაქვს, რომ დედაჩემმა მოტაფა, იმიტომ რომ იმ დღეს როცა სკოლიდან მივედი სახლში და რომ მითხრა დედაჩემმა თუთიყუში მოკვდა, იმ დღეს სახლში საჭმელი მქონდა ჩახოხბილი. ჩახოხბილისგან კეთდება ქათამისგან. ქათამი არის ფრინველი. ფრინველი რომელი იყო თუთიყუში. შესაბამისად, რა მქონდა სახლში? შემდეგ ზაზუნები მყავდა, ორი ზაზუნა მყავდა. ერთი ვიყიდე ჩემთვის, იდეაში ორივე ჩემი დიშვილებისთვის ვიყიდე, ჩემი დიშვილებს მისვე მეთქი პატარა ბავშვები იყვნენ, ძალიან უნდოდა თავი ვითხრა რაღაცა. და მეთქი რაღაცა ვითხრა თავი ეხა იმაზე რო არ ვინაძრო, წავოდი პირდაპირ ზაზუნა ვიყიდე. ერთი დღე ყავდათ. მეორე დღე შემიდა მირეკავს, რომ პექაო არ მოწონთო ესენი ამასო გაჭყელტავენო რაღაცას უზავენო, გეხვეწება წაიყვანა. რა მექნა, რა თქმა უნდა მოვკიდე ამ ორივე ზაზუნას ხელს, წამოვიყვან სახლში. ვაჭამე გემრიელა და იმ ხელები გავხადე, აი თხები ვითიყვნენ იმ საღამოს იმდენი ვაჭავე რაღაცა იქ ხარჩო, იქ ისავ, იქ ყარჩ მაგ გასჭამდი ყველაფერს. დილით გავიგუძე, ორივე მკვდარი იყო. დღემდე არ ვიცი რა მოკლა. მე უნემია რომ რაღაცა საჭმელი, რაღაცა ისე შეჭამაო, რაცო არ უნდა ეჭამოთ. სისულელე. ეხლა ვითხარ რომ ყველაფერს ჭამს, ყველამ კარგად იცის, მე არაფერი ისეთი არ მჭამე, რაც მაგათ მოწამლავდა. მაგ ყველაფრის შემდეგ მივიყვანე ძაღლი. ამ ძაღლს მივიყვანე თავისი ისტორია აქვს, რომელიც ძალიან დიდი ისტორიაა. დამარწმუნების რომ არავის არცად არ გვეჭირა რომ ის ამ ვიდეოს უყურებს, შესაბამისად ამ ისტორიას ეხლა მოგიყვებით ძალიან დეტალურად და ყველაფერს ავხდი ფარდას. სამ ფარდის ახთაზე გადავალთ. არაკი რომ დავინატოთ. მადლობა კეთილო ადამიანო, გაიხარე, იცოცხლე, ითხრე გძელე. ძაღლის ისტორია. მე როგორც წინა ვიდეოში მოგიყავით, შეძლებული ოჯახი არ ვიყავი და ამის გამო რომ შეძლებული ოჯახი არ ვიყავი, მამამ ჩემი წავიდა ემიგრაციაში უნდა წავიდა. ემიგრაციაში ვინცხართ ემიგრანტებო და ლაიქეთ ეს ვიდეო. მამამ ჩემი წავიდა ემიგრაციაში. რაღაც გარკვეული პერიოდის მერე რომ ჩამოვიდა, ანუ ეხლა უკვე იქიდან დახრენა ფული ჩამოიტანა, უკვე დიდარი კაცი იყო, თეთრებში ჩამოვიდა, უკვე შავები აღარ იცოდა, თეთრი ტანსაცმელი ეწვა, რომ იმენა კაცი ვარო, იქო ვილა მაქვს, იქ ისა მანქანაო, ისე. კარჩე, როგორც ხდება რა, ფულმა გაათამამა და სახში რომ მოვიდა, შვილო, რა გინდაო, მითხარი, მეთქი მამი ძაღლი მინდა. წავედით ვიყიდეთ ძაღლი ლაბრადორი, შავი ლაბრადორი. მამაჩემა იქო სადაც ემიგრაციაში სადაც ვიყავიო, იქო ძაღლი მყავდაო ლაბრადორიო, რომელსაც ერქვა მონო. მეთქი მამა მონო რო დავარქვათ, რომელი მონო? ბარათები? მე ვინმე რა გთხოვს მეთქი რომ ბარათი ჩამარიცხინე ძმა, ანგარიში ტელეფონის ანგარიში შემოვსებინე რაღაც. ეს მონო ჩვენთან ერთად ცხოვრობდა ბედნიერად, ლაღად. რაღაც პერიოდის მერე წავედი სოფელში. წავიყვანე ეს მონოც იქ სოფელში. დაახლოებით 2 დღე გავჩერდი სოფელში. რო ჩავედი სოფელში ისე მოხდა რომ 2 დღის მერე თბილისში მოხდი წამოსასვლელი რაღაც გასაუბრების ამბავი იყო, სამსახური რაღაცა ის ეს და წამოვედი თბილისში და რომ მოვდიოდი, ბაბუაჩემს მაინდა-მაინც ძაღლები გულზე არ ეხატებოდა რა. ბებიაჩემს კიდე ხო უყვარდა, მაგრამ ბაბუაჩემს დიდად არ ეხატებოდა გულზე. წამოვედი თბილისში და ბაბუაჩემს და ბებიაჩემს უთხარ, მეთქი 2 დღეში აქ ვარ, რაღაც საქმეები მაქვს თბილისში, 2 დღეში აქ ვარ, ჩამოვალ, ძაღლს წავიყვან.
ანუ არ გიტოვებთ თქვენ, ზაღლი მიყვარს ძალიან, ჩვენი ოჯახის წევრია, თქვენ არ გიტოვებთ, მიმყავს მე. 2 დღეში ჩავედი სოფელში, კარები გავაღე, და მგონი ეხლა ზაღლი გამოვარდება, ბექა სადახა, რაღაცა გაუხარდება ჩემი ნახვა, კარები გავაღე, ვა, სიწყნარია რა. მე ჩემ ბაბუა ჩემი იქი თავისთვის ზიან, ჩუმად გასუსულები არიან. მეთქი ზაღლი სადაა? აი, ზაღლი სადაა, ის თქვი თუ არა, ბაბუა ჩემა. ბიჭო, ეგრა ზაღლი ყოფილაო. ეგრა ზაღლი ყოფილაო და მეთქი რა მოხდა? ჯერ რატო ყოფილა, წარსულში რატო საუბრობთ მეთქი დამასჯან. ანუ რამე ჯიგრულა თქვა. რა მოხდა მეთქი? როგორც კი გახვედიო, აი სახლიდან როგორც კი წახვედიო, კარები დახურე თუ არაო, ზაღლმაო ეგრევეო, ყეფა დაიწყო, რაღაცა მოუსვენრობაო, ისა და სახლიდან წავიდაო. ზაღლს თუ მოული არსად არ წავა, მეთქი რა, პური დაუგდე, ის წყალი დაალევინა არსად არ წავა, რას ქვია? კეფშევი, შულო ეგრე გააკეთა. ბიჭი, აი მივხვდი უკვე რა ამბავი ხდებოდა, ჩავთვალე რომ რაღაცა ბაბუა ჩემმა გავუშვა გარეთ, ჰაი-ჰუი, რომ კარგი, მოხუცები ცოტა რაღაცა კლიმაქსიანი ხალხი. ნუ ეხლა სოფელში მოვიკითხე რაღაცა ისე, რომ მეთქი ესე ჩემი ზაღლი რაღაცა შავი მონო, რაღაცა ლაბრადორი ისეს. კაცი შვილი ხმას არ იღებს რა. ყველა ამბობს რომ არ გვინახავს არ ვიცი. არ გვინახავს არ ვიცი. ბიჭო, გავიჟებულა, მეთქი რას ქვია, არავინ აი ესე რა მიწა როგორ ჩაყლავა ეს ამ ხელა ზაღლი, ხო? გავიდა რაღაც პერიოდი დაახლოებით 1 წლის ფარგლებში რაღაც პერიოდი გავიდა დაახლოებით 7-8 თვე. ჩემი ერთ მეგობარი მოდის და მეუნება ეგეთ რაღაცას, რომ კარჩო, მეორე ქუჩაზეო, ერთი შავი ზაღლი ყავთ სახში, რომელიც შენ ზაღლსო, მაგრად გაავსო. წამოდიო, ნახოთ, შეიძლება ეგ იყოს. ეგრევე წავედით ამ მეორე ქუჩაზე, მივედით ამათთან სახში, მასპინძელო, დაუძახე, გამოვიდნენ რაღაცა, მივესანა, ჰაი-ჰუი, მეთქი ესე რაღაცა ზაღლი ყავთ ჩავი, ჰაი-ჰუი. რომ ანახო მეთქი რა რაღაცა ვეძებ რაღაც პერიოდის უკან დაუკარგე მეთქი და რომ ანახო მეთქი რა და აი ეს მასპინძელს ვისაც ვეუბნებოდი აი ფერი დაიკარგა რა აი გათეთრდა ტიპი რა აი რაღაცა უკვე დავეჭდია უკვე ვიცოდი რომ ის ზაღლი ჩემი იყო რა ფერი დაიკარგა და კაროჩე ესე რაღაცას მეუბნება ეგ ზაღლიო ბაბუაშენო ჩვენო მოგცაო რა და ჩვენ წამოვიყვანთო და რავი რამდენი ხანეო 1 წელია უკვე ჩვენ ვყავსო რა და მეთქი ხო არ გაგიჟდი ბაბუაჯა მოგცა ჩემი ზაღლი რა ჟოჟია ბაბუაჯა კარგი რაღაცები ვილაპარაკეთ აი ხო მიდიო ნახეო ზაღლიო თუ გიცნო და რაღაცა ეხლა დიდი დრო არისო გასულიო თუ გიცნოს რაღაცა წაიყვანებო თუ არ და რავი ისე ჩვენ დავიტოვებთ რომ მიჩვეული ვყავს უკვე ზაღლმა დამინახა თუ არა აი რო შემომახდა ლაბრადორი ხო იცით ახლა რა ხელა არის რა რო შემომახდა აი მლოკა აი რამდენი მლოკა იცი აი პროსტა ზაღს ისე გაუხარდა ჩემი ნახვა რომ რა ვიცი რა ამათ ვეუბნები რომ მეთქი ბიჭო წაი წამოიყვანეთ მეთქი ანუ ელემენტარულ რაღაცა მაინც გეთქვათ რომ ანუ ჩვენ გვყავს რაღაც ამდენი ხანია გავიდა თან ვეძებ მეთქი ამდენი ხანი რავი კაროჩე რომ მოგყავდაო ბაბუაშენო გითხრა რომ აღარ გვინდაო ჩვენ და ქუჩაში რო არ გავუშვათო თუ ვინმეს უნდაო ბექაო თბილისშიაო წასულიო და თუ ვინმეს უნდაო ესო მიეციო რა მაგრამ ბექასაც ნუ ეთყვითო რა ეს როგორ დაპლანეს ედმანჯი რომ ბექას არ უთხრა ვერ მივხვდი მაგრამ კარჩე მაგ შეთანხმებას მიაღწიეს რა. ისე გამიჩქვა ბაბუაჩემ მოკლე ზაღლი რა. მე ეს ზაღლი ვიპოვე, წამოვიყვანე სახში. მე კიდევ ჩვენთან ერთად იყო, ძალიან დიდი იყო. თან ეს პერიოდი რაღაცა 1 წელი გარეთ კერძო მინას რო იყო მიჩვეული, სულ გარეთ უნდოდა და კორპუსის სახლი ისე აღარ გაუსწორო რა ვიცი და ამიტომ მე ეგეთ გადაწყვეტილება მივიღე, რომ ჩემს მეგობრისთვის მეჩქვა, რომელიც კერძო სახლში ცხოვრობს. ზაღლი არის ლეგენდა. ახლა ცოცხალია, ბედნიერად არის, თავისთვის ცხოვრობს. თუ თქვენს ყავთ შინაური ცხოველები ყველას გავუმარჯოს. ცოტახანი შევწყვიტე ზაღლების მოყვანა, რომ მეთქი აღარ მინდა რაღაც ზაღლი, ჰაი-ჰუი. გახტა გამოხდა ხანი და მოვიყვანე ახალი ზაღლი. რომელიც აღარ უკვე გაჩვენეთ. ბადურიანი. დღახარი შიში ზაღლი იყო მონადირე, მაგრამ მონადირობა ჩვენ არ გვიყვარს, უბრალოდ ზაღლი უნდა ყოფილიყო თავისთვის სახში რაღაცა შუა დღეს საღამოს დილოს გარეთ გასულიყო და დანარჩენი დრო სახში გაიტარებინა. ნუ დაიმართა რაღაცები და დაიღუპა და მოკლედ რა ზაღლების თემა შევწყვიტე რა. ეხლა ზაღლები ესე შორიდან ჩემთვის მიყვარს რა. ეს კაი იყო რა, მაგრამ გაცივდა. შეავდა გამიცხერო. თან ზოგადად მე რომ სვამ ხოლმე ბევრს ჭამ რა. დალებად ამიტომ მიყვარს ჭამა. ხო და არახთან ერთად დაგლუთან ერთად ძალიან კარგი საჭმელი არის. შემის ოქრო, ბაიხარე, მადლობა. კიდევ ერთი თხოვნა იქნება, რომ ვიდეო დაალაიქეთ რა. არხიც გამოიწერეთ რა, იმიტომ რომ გამოწერები არ ყავს და რაღაცა. ვაუ, კიდევ ერთი ვიდეოს კომენტარი. რა მაგრამი, ვისო ვიდეოს კომენტარები, ისეჩო. პირველი ქართველი ქარული მფრინავია.
ქართველი ქალი ფრინავი არ არსებობს. რა ჯერ ზოგადად ფრინავები არ არსებობს, იმიტომ რომ წინა გადაცემაში აგიხსენით, ვისაც წინა გადაცემა არ გინახავთ. მეგრიდათ დააპაუზოთ ეს ვიდეო და ჩართოთ პირველ წინა გადაცემას, შემდეგ დაუბრუნდეთ ამ გადაცემას. ფრინავი ქალები არ არსებობს. ზოგადად ფრინავის არ არსებობს. რატომ არ არსებობს ფრინავი? იმიტომ რომ არ არსებობს თვითმფრინავი. შესაბამისად პილოტიც არ არსებობს. არ ჭირდება პილოტი იყოს. ესენი ახლა ვინც იძახის რომ პილოტები ვართ რაღაცა ვისა ვართ ესა. ეს ყველაფერი არის მოგონილი რა. მოგებასო. როცა ტუალეტში ჯდომა ერთადერთი მშვიდი სივრცეა. ეს ბედნიერებაა თუ განგაში? თვითონ ტუალეტში ჯდომა ძალიან დიდი ბედნიერებაა, სიმშვიდე მოაქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოხდა ისე რომ უნიტაზიდან ადგომის შემდეგ ხედავთ უნიტაზში სისხლს, ეს უკვე ძალიან დიდი კატასტროფაა. ამიტომ იმკურნალეთ, ეს რაღაცა ავანტყოფი ხალხი ამჭირდებით გვერდზე რა. ვაიმე, კაი, ეს კარგი იყო, მომეწონა. ვაიმე, ჩანგალი გამიტყდა. ერთი სავიღოთ. შემოსე. სვამ ორჭიქა არახს მიყოლებ. აუ, სად მეჩქარება რა. ამ ერთი ჭიქით მეგობრებო, თქვენ გაგიმარჯვოთ, ვინც ეხლა ამ მომენტში არხს გამოიწერთ და ვიდეოს და ლაიქებთ და კომენტარს დაწერთ. გაგიმარჯვოთ. ამ მეორე ჭიქი ამ მეორე ჭიქით კიდევ უბრალოდ მაყურებლებს გაგიმარჯვოთ, ვინც ამ ვიდეოს ისე უყურებთ, ცოტა სკეპტიკურად, ცოტა ისე, აი, ხო? ვინც პროსტა უყურებთ ამ ვიდეოს და ანუ არც არხი გაქვთ გამოწერილი და არც ვიდეო დალაიქებო და არც კომენტარი დაწერე, აი მაგ ხალხს გაგიმარჯვოთ რა. ორი ბევრი ამის მუღამი მაქვს რა. აუ, ამის ჭამა იქნება რაღაცა კატასტროფა იქნება, კატასტროფა მოყვება. ვინა ეს არაკიც არ გათავდა ჩემი, რამდენი ხანია სახლში არის რა. აუ ბედურება ბიჭო, ძალიან დიდი ეს როგორ უნდა ჭამა ჩემი, აუ ხელა სურდედეს. ის რეები აყრია თავზე. ის რა არის? ეხვია. კიტრია. კიტრის წნილია ბოდიში. ნუ რა თქმა უნდა, соусები, კეჩუპ, მაიონეზი. კაია. კაია ძმა მე თუ ესე ვეღარ შეჭამ. აი ერთი წავიკითხო და დავიწყებ მე ჭამას რა. არაკი და უცნაური ზარი ტელეფონზე. ეს ძალიან კარგია. ზოგადად არც ჩემს ნომერს აჭირს, მაგრამ ძალიან უცნაური ხალხი მირეკავს ხოლმე რა. პერიოდულად, აი თვეში ერთხელ ორჯერ მირეკავს უცხო ნომერი. რო პასუხობ, ალო დათო შენა ხარ? გამარჯობა ხალხ, მოხუცი ქალის ხმა არის. გამარჯობა ქალბატონო, დათო არა ვარ, ბექა ვარ, ალბათ სხვა გამოხდით. არ ვიცი, მეტი რა ვეთქი. იქიდან მეუბნება დათო შენ ხარ? აქედან რა თქმა უნდა ვეუბნები რომ არ ვარ დათო, ბექა ვარ. დათო შენ ხარ? ბოლოს, აი ეს დიალოგი გვაქვს ხოლმე, არაა დათო არ ვარ, ის კი დათო ხარ. ნუ როგორღაც საერთო იმანე კონსენსუსამდე მივდივართ ხოლმე და მან თვიშავთ ტელეფონს რა. ოღონდ ეს ყველაფერი ძალიან ხშირად ხდება. მე მართავ იმ ადამიანს, ვინც იცნობს ამ ქალბატონს, იმ დათოს, თუ შეიძლება თქვენი ნომერი სწორად ჩაუწერთ, რომ მე აღარ დამერეკოთ რა. იმიტომ შევწუხდი, აღარ შემიძლია. Good dog. აუ, არ ვარგა, ჯერჯერობით არ ვარგა. ჩემი აზრით ვისურვები რომ ხელთანაირები ყოფილიყო. როგორ საჭმელია, იცი? ძალიან შეთია რა. პური მომეწონა. პური აშკარად კარგი პურია.
უფრო ჰოთ-დოგ ჰამბურგერის პურია, ვიდრე ჰოთ-დოგის პური. მობრაწულიც არა, ხრაკუნა და ხრაშუნაც არა, რბილი პურია. მაგრამ აი ეს რაღაცეები რა, რეებიც აქვს, რაღაც გემოები ვერ დავიჭირე. არ ვიცი რატომ. ცივიც არა. ანუ ის კი არ არის, რომ соуსის გემოზე მიდიოდა რა. ისაა, რომ გემო ვაფშე ვერ ვიგრძენი, ანუ იმ სარდელს სოსის რასაც ჭამ, რაღაც გემო ხო უნდა ქონდეს. გემო არ აქვს რა. არ ვიცი რატომ. 10-დან ამას 10-დან დაუწერდი 4 ქულას ან 5 ქულას. იმიტომ რომ მართლა რაღაც ოერა რა. და მოვისვარ ერთხელთაც მაინც ჩაგედოთ რა ვიცი. გაასწორე და ჰელმეტარებში რომ მიდიხარ რაღაც ბურგერს რო შევკვიდე შავი ხელთან ჩადე და დამატყუნე აქაც რა. მოკლედ 4-5 ქულა რა. ხო არ ვიცი მოკლედ 4-5 ქულა რა. შენს ყველაზე ცუდ გადაწყვეტილებას მუსიკა რომ მქონდეს რა მუსიკა იქნებოდა? მუსიკა იქნებოდა რომ ჩვენს ცუდ გადაწყვეტილებებს გავუმარჯოს რა. მე ისე ვამბობ ხოლმე რომ ცუდი გადაწყვეტილები და არასწორი გადაწყვეტილებები რო არ მივიღოთ ცხოვრებაში და ყველაფერი ძალიან ნათელი და ძალიან ბედნიერ ფერებში რო იყოს, მაშინ გამოვიდა და ცხოვრება არც ერთ საინტერესოა და რაღაცა სწორ გზაზე მიდიხარ და დაღმასვლა არ გაგაჩნია. ამიტომაც ცხოვრებაში გასოს წეღარო გეუბნებით პირველ პაიონზე რატო ანაზალებული, აი ამის ვარ ძმაო. იბერები და მე რაღაც გაზებს გამოსვლა უნდა. ცხოვრების თელი მუღამი ეგაა, რომ რაღაცა არასწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ რაღაც შეცდომები და უშოთ. იმიტომ რომ ეგ ყველაფერი მე გვაყალიბებს ადამიანებად. მე რო თავის დროზე არასწორი გადაწყვეტილებები არ მივიღო და ბევრი შეცდომა რო არ დამეშვა, მე ეხლა დღეს აქ თქვენს წინაშე არ ვიჯდებოდი. ამიტომაც კი ბანძი იყო, მაგრამ მაინც გავუმარჯოს იმ ჩვენს არასწორ და ცუდ გადაწყვეტილებებს. ვიძე ისე გამოიყურება რომ გემრიელი უნდა იყოს რა. მაგრამ არა გემრიელი, ენზომობას ვიცი. ვეიმარტის ჰოთ-დოგი. რა ვიცი, ამას ის ბევრად მირჩენია რა. რა ნახა სიმწვავით აითად? ასწორებს რა. გავუმარჯოს ყველა იმ შემთხვევას სადაც ბედი გაგვიღიმებს რა. გამართლებებს გავუმარჯოს მოკლედ. საყვარელი ფრაზა რომელთაც მიმართავ მეგობრებს. ჩემი საყვარელი ფრაზა არის შესირო შენ. ესაა ჩემი საყვარელი ფრაზა. Mixbox-ი თუ ემოციური მდგომარეობაა, რას ჩადებდი შიგნით? Mixbox-ი ისე მომეწონა, ზმაო ვერაფერს უცვერ ვიტყვი, მაგრამ აი hot-dog-ში 2 ცალპენის ჩავდებდი. ერთ ჩავდებდი ჯერის პენის, მეორეს ჩავდებდი ტომის პენის. და გამოვიდოდა hot-dog-ი პენისებით. არა, მართლა არ მომეწონა, რა უკეთეს შეიძლება არ ვიცი რის პრობლემა, მაგრამ წარსულის ვერსია რომ გეწვიოს, რას ეთყოდი? წარსულის ვერსია რომ მეწვიოს, ჩემი მეორე მე, ხო რა თქმა უნდა. ჩემი წარსული მე. ჩემი ვარიანტი. რომ მეწვიოს ვეთყოდი, რომ არა უშავს, შეცდომები მოსვლა. თავარია არ გაჩერდა. ვისაც მახვილი თვალი გაქვს, მეგობრებო, შეამჩნევით, რომ კამერის რაკურსი ოდნავ შეცვლილი არის. გადაღების მომენტში რაღაც მიკროფონი გაითიშა და ხმა არ ჩაუწერია, ამიტომ ბოლო რამდენიმე თემა გამოვტოვეთ, რაღაც გადავახდით, ჭამოხდა. ბევრი არაფერი არაა გამორჩენილი, მაინც კარგად ჩაიწერა ყველაფერი. მოკლედ, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ცოტა მაინც გაერთით ამ ვიდეოთი, თქონა იქნება და ლაიქოთ ვიდეო, არხი გამოიწევთ და კომენტარი დაწეროთ. თუ გინდათ რომ შემდეგ გადაცემაში თქვენი საჭმელი და თქვენს მიერ შერჩეული საჭმელები და სასმელები მოხდეს ყუთებში, მაგისათვის უნდა დაგვიწეროთ კომენტარი. ასევე თუ გინდათ რომ თემები იყოს თქვენი, მაგისთვისაც კომენტარი უნდა დაგვიწეროთ რა. ეხლა უკვე ცოტა ნასვამი ვარ და ასე თუ ისე კარგ ხასიათზე ვარ და დიდად არ მაინტერესებს რა მოხდა, როგორ მოხდა, რანაირად, მაგრამ ხვალ სამონტაჟოდ რომ დავჯდებით და მონტაჟს რო დავიწყებთ, აი მე ამას ხავს ერთიანად და მე უკვე მოხდება ის, რაც არ უნდა მოხდარიყო.
გაგიმარჯოთ, რა ვინც ვიდეოს უყურეთ, გაგიმარჯოთ. და იმ პატარა რაღაც ხარვეზისთვის კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით. იმედია დიდი დისკომფორტი არ შეუქმნია თქვენთვის. გაგიმარჯოთ.